რა ჭირდება სახსრებს? Რჩევები ნუტრიციოლოგისაგან. ჩემი დღევანდელი პირდაპირ ეთერის თემა იქნება, ანუ დღეს 14 სექტემბერს თბილისის დროით 16 საათზე ჩემ Facebook გვერდში ნედი შერაშვილი ვისაუბრებ თემაზე, რა ჭირდება რეალურად ძვალსახსოვან სისტემას აღდგენისათვის. მოსახლეობის 80%-ს ეს პრობლემა აქვს და საწუხაროდ ასაკი უკვე არ იცის და რას გვთავაზობს ხო კლასიკური მედიცინა, ეს არის ფიზიოთერაპია, გამაყუჩებლები, ჰორმონები, ოპერაცია, მანუალისტები, მასაჟისტები, კი ბატონო, მათ აქვთ თავისი ადგილი ამ სფეროში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონები და ოპერაციაც როგორც წესი გამოსავალი არ არის უმეტეს შემთხვევაში. ის გამაყუჩებლის დრო და ჟამამდე იმუშავებს, მე როცა უკვე პოტენციალი აღარ აქვს ორგანიზმს, უკვე ისინი აღარ მუშაობს. რეალურად გამოსავალი არის ორგანიზმის მენდა, იმიტომ რომ გროვდება შლაკები, ტოქსინები, პარაზიტები, მერე უკვე შევსება ჰიალურონი, ხონდროიტინი, კოლაგენი და ყველაფერი კარგად.